ალბათ ეხლა არ არის ყველაზე კარგი დრო დავგეგმოთ საფხულის მოგზაურობა, თუმცა არასდროს არ არის გვიან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მით უფრო მაშინ თუ გაქვს ინფორმაცია, ხარ შეიარაღებული, ზუსტი ინფორმაციით, სად ჯობს წახვიდე, როდის, როგორ ბიუჯეტში და საერთოდ როგორ უნდა დაიგეგმოს ტექნიკურად, როგორ უნდა დაგეგმო კარგი მოგზაურობა. მთავარი კითხვები არის ხოლმე, რომ როგორ შევარჩიოთ ფრენები და სასტუმრო, ისე რომ საერთოდ ჯამში შეესაბამებოდეს ჩვენს სურვილებს და ბიუჯეტს, ჯობს ეს თავად გავაკეთოთ თუ ტუროპერატორს მივანდოთ ეს საქმე, განსაკუთრებული გამოწვევაა მოგზაურობა მათთვის, ვისაც 4 ფეხა მეგობრები ყავს და დღეს ამაზეც გვინდა საუბარი, წავიყვანოთ თუ არა შინაური ცხოველები ჩვენთან ერთად მოგზაურობაში თუ დავტოვოთ სანდო ადამიანთან ან სპეციალურ სივრცეში, რა ტექნიკური საკითხების მოგვარება აუცილებელი მათთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ 4 ფეხა მეგობრები საზღვარგარეთ უნდა წაიყვანოს თან. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოგზაურობა ზედმეტი ხარჯებისა და სტრესის გარეშე დავგეგმოთ. ამ თემაზე გვინდა დღეს გავაგრძელოთ საუბარი. სოფო დარბაიძეა ჩვენთან ერთად. ნუ რას უკაცრავად სოფო დარბაიძე და დორი, რომელსაც კატეგორიულად ვითხოვდით, რომ დორის გარეშე არ მოსულიყო. ხო. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან კეთილი ძაღლია და თან ძალიან ცელქია და ასეთი ძაღლიც ამოგზაურო წასვლა მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ ხომ არიან ისეთი ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ვერ დატოვებენ, აი ერთი კვირაც კი მათთვის სიმხელა სტრესია, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებენ, რომ თან წაიყვანონ. სოფო, მანამდე მათთვისაც გვინდა საინტერესო იყოს დღევანდელი ეთერი, ვისაც არ ყავს 4 ფეხა მეგობარი და ახლა უნდა რომ საზაფხულო მოგზაურობა დაგეგმოს და მათთვისაც, ვისაც ყავს და აინტერესებს ტექნიკურად, თქვათ, რა საბუთების მოგროვებაა საჭირო, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული, გვინდა რომ გაგვიზიარო ყველა დეტალი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში იყო ძაღლის პატრონი, ნიშნავს იდგა ძალიან ბევრი სირთულის წინ. შიდა მოგზაურობაზეც კი ძალიან დიდი პრობლემებია, მაგალითად, რომ გვინდოდეს დასავლეთ საქართველოში მატარებლით წასვლა, მატარებელში არ გვიშვებენ. კანონმდებლობით აკრძალულია თუ არ ჩასვის სპეციალურ მოწყობილობაში და ამაში მისი ჩასმა არის ძალიან დიდი სტრესი. ფრენას რაც შეეხება, თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ საქართველოს და რომელი ავიაკომპანიებიც დაფრინავენ ევროპის ქვეყნებში ან თუნდაც აზიის ქვეყნებში, უმეტეს მათგანს საერთოდ აკრძალული აქვს ბორტზე ცხოველი და რომელსაც აკრძალული არ აქვს, მომზადება 3-4 თვით ადრე უნდა დაიწყო, რომ დააკმაყოფილო ის პირობები, რასაც გთხოვს ავიაკომპანია და მიმღები ქვეყანა და ამას გარდა მსგავსი წონის და ვიზუალის ძაღლი აუცილებლად ბარდება ბარგში. რა პირობებზია საუბარი, რას უნდა გმაყოფილდეს? აცრაის ჯანმრთელობის კი ჩიპირება აუცილებლად, აცრილი უნდა იყოს, მათ შორის 3 თვით ადრე უნდა დადგეს რაღაც, ხა აღარ ვიცი ესე დეტალურად, იმიტომ რომ მე რო გავიგერო აუცილებლად ბარგში უნდა მოთავსდეს, იქვე გამოვრიცხერო, ხა ამას ბარგში გამორიცხულია. და უკვე თავი ხელი ჩავიქნიე. თუმცა იმ ადამიანებსაც პატარა მცირე ზომის ცხოველი ყავთ 8 კილომდე. 8 კილომდე ცხოველი დასაშვებია ბორტზე, ოღონდ სპეციალური პირობებით, რაც არის ამ შემთხვევაში გალიებში მოთავსება მის. ეს ახლა არა, ნაკლებს ჩვენება. კი, მოდი დაჯიქით და ცოტა ხანი ვიყოთ. რა უნდა ჩვენც გაგვაგებინო პრაშკარა ჩვენთვის. უნდა რომ წავიდეს სასეირნოდ. და ვიცი რომ დღეს იყო საათნახევარი ირბინა, მაგრამ მისთვის არაფერი, ანუ საკმარისი არასოდეს არ არის. შვიდად წავიხე და ვისაუბროთ. ხო, ძაღლებთან დაკავშირებით ესეთი ამბავი გვაქვს. საქართველოშიც სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია ვეძებ სასტუმროებს, რომლებიც არიან pet friendly, მაგრამ საქართველოში ეს pet friendly სასტუმროობა თვითონ ბიზნესსაც არასწორად ესმის. ფიქრობს, რომ თან შეუძლია იყოს pet friendly, შენგან აიღოს თანხა სპეციალური განთავსების ცხოველისთვის, მაგრამ არანაირ პირობას არ ვიქმნის იმისთვის, რომ შენი ცხოველი უსაფრთხოდ იყოს. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ამ ზამთარში ვისვენებდით, არ დავკონკრეტდები რომელ ტერიტორიაზე, უკან ტყე ესაზღვრებოდა ამ ობიექტს. და ესეთი პრობლემის წინაშე დავდექი, რომ მე ვალდებული ვიყავი ჩემი ძაღლი თან დამება, თან ალიკაპი გამეკეთებინა, მაგრამ იმავე ტერიტორიაზე დადიოდა ასობით ძაღლი, მიუსაფარი, რომელიც არც ალიკაპითაა, არც საბელით და ცოტა უსამართლობის განცდაც გამიჩნდა, იმიტომ რომ მე მანდ მივდივარ იმისთვის, რომ ჩემმა ძაღლმა ისეირნოს ტყეში და ტყისპირა კურორტიც კი მეუბნება, რომ იცი რა, უნდა დააბადა, ესე უნდა ატარო და
ამ შემთხვევაში მგონია რომ ამ კუთხით ბევრი აქვს სამუშაო საქართველოს რომ რაღაცნაირად ცხოველთ მეგობრული გახდეს, იმიტომ რომ რაც დრო გადის მით უფრო მეტი ადამიანი ხდება ცხოველის პატრონი და სტატისტიკა ამას აჩვენებს. დამატებით ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. აუცილებლად. წყალს მცირე ზომის ძაღლი აქვს ყველანაირი საბუთი, მათ შორის არ ვიცი, ჩიპირება იქნება ეს თუ გეგმიური ვაქცინაცია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა დატოვოს ცხოველმა, ვიცით საერთაშორისო პასპორტი. პასპორტიც საჭიროა, ეს აცრებიც აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორც ითხოვს ის მიმდევრი ქვეყანა, რომელშიც მივდივართ. ამის გარდა ჩვეულებრივად ყიდულობთ ბორტზე ბილეთს. არ არის ისე რომ მაგალითად კავშირში ვისვამ ძაღლს და მას არ აქვს პასუხისმგებლობა მის პატრონს რომ რამე იყიდოს დამატებით. გადასახადია ჩვეულებრივ და სასტუმროშიც რა თქმა უნდა ცხოველის მისვლის გადასახადია, რომელიც თითქმის უტოლდება ზრდასრული ადამიანის გადასახადს. იგივეა. დორი. აი, მოდი გაგიშვებ და ისე. აი რა. ესეთი ამბავია, ხა რა შეიძლება? ესე შევთანხმდებით. შენ ძალიან ხშირად აი მე რა. მოდი. და წავალთ, მოდი ჩემთან. ხა აბა თუ გიყურებთ ძაღლის მწვრთნელები ძალიან ბრაზდებიან, იმიტომ რომ ესე ტუტუ ძაღლებს ვერ იცნობენ. მაგრამ ეხა გეძახი. ეხლა მოითხოვს რომ წავიდეთ კი. და სხვადასხვა ძალიან მიხარია რომ ესე სხვა ქვეყანაში არ შემიძლია მასთან ერთად. ასე ნებ. ნინო უკვე. შემიძლია ჩაგაბაროთ. ასე ნებ დორის. ნინო. ასე ნებ გეკითხები. ჩვენი ხმის ოპერატორია. ება? კი, გაყვება ბრასიცობს. მოდი აქ. გაყვება ბრასიცობს, ოღონ გაასენდოს ვინმე. აი მე რა საყვარელი. მადლობა. მაინც თავისი გაიტანა, ხო? ნინოს უყვართ ძაღლები და ძაღლებს უყვართ ნინო და ნობილი ამბავია. ჩვენ ტელევიზია pet friendly-ა, ამით სხვათა შორის მე სულ ვამაყობ, არაერთი რეპორტაჟი ყოფილა ჩვენს ეთერშიც ჩვენს მიკედლებულ ძაღლებზე და ძალიან კარგია, როცა კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ მათ შორის მიუსაფარ ძაღლებს იმ რესურსით, რაც შეუძლია, მოუაროს, უპატრონოს და ხშირ შემთხვევაში მათ საკვებით და წყალი სრულად აკმაყოფილებთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ძიმე მდგომარეობა ამ ხრივ, სოფომაც კარგად იცის რა ხდება. მაინც მოგზაურობას რო დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ეხლა ის სეზონია, როცა ალბათ უმრავლესობას მაინც უკვე დაგეგმილი აქვს, სად როგორ და ვისთან ერთად უნდა წავიდეს და ყველაფერი გაწერილია წინასწარ, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც უპირატესობას ანიჭებენ, რომ ესეთი გადაწყვეტილებები მიიღონ სპონტანურად და აი მათთვის რა რჩევები გვექნება დღეს. რამდენად შესაძლებელი რომ ახლა აი დღეს დაიგეგმოს მოგზაურობა, რომელიც იქნება მეტნაკლებად ბიუჯეტურიც და აღმოჩნდება საინტერესო თავგადასავალი ამ საფუძვლად. ჩემი სტატისტიკა ესეთია, რომ სპონტანური ადამიანები ბოლოს კმაყოფილდებიან ხოლმე აჭარის რეგიონით. თუ ზღვაზია საუბარი, იმიტომ რომ ვერ მიდიან. მოახლოებულ პერიოდზე საზღვარგარეთ წასვლა, მით უმეტეს ზღვის კურორტებზე წასვლა არის ძალიან დიდი ფუფუნება. ესე რომ როცა ვამბობთ იმას, რომ ბიუჯეტურად გვინდა სადღაც წასვლა, შეუძლებელია თუ წინასწარ არ ვიჭერთ თადარიგს, ეს სიტყვა უკვე თავისთავად აღარ არსებობს. ბიუჯეტური გამოვრიცხოთ, როდესაც ესეთი ახლო არის პერიოდი გამგზავრებასთან. თუმცა რაღაცები მაინც შეიძლება დარჩა, უბრალოდ ამ შემთხვევაში მაგალითად ჩვენი კომპანიის მიდგომა არის ესეთი, რომ ყველაფერს არ ვყიდით ჩვენი და მათი უსაფრთხოებისთვის. ბაზარზე არსებობს უამრავი პროდუქტი, რაღაცა შედარებით კარგია, რაღაც შედარებით ცუდი, რაღაცა საერთოდ უსაფრთხოა, რაღაცა არ არის უსაფრთხო და ჩვენი და ჩვენი მგზავრების ინტერესებიდან გამომდინარე, ის რაც არ არის რეკომენდირებული და არ არის უსაფრთხო, არ ვყიდით. რას გულისხმობთ კონკრეტულ ავიაკომპანიებს, სასტუმროებს? ამ შემთხვევაში უფრო სასტუმროებს, როცა საუბარი არის მაგალითად ერთკვირიან შეკლულ პაკეტებზე, სადაც გინდა არ გინდა მგზავრი შენ იმიტომ მოგმართავს, რომ სრული პაკეტი შეიძინოს, მოახლოებულ პერიოდზე ის რაც კარგი იყო, გაყიდულია. რჩება ის, ვინც მაგალითად თებერვალში დაიწყო თადარიგი, დაიწყო რაღაცების დაჯავშნა, მან რო არჩია, კარგები უკვე გაიყიდა და დარჩა ვიღაცის დაწუნებულები. ანუ რეალურად ესეთი მოცემულობა არის ამ დროს, რომ დაწუნებული სასტუმროები და პაკეტები რჩება. ეს დაწუნებული სასტუმროები ძირითად შემთხვევაში დაწუნებული იმიტომ არის, რომ არის ჰიგიენის პრობლემები,
არ შეესაბამება ფასი პირობებს, რასაც სასტუმრო გახვედრებს და არ არის თანაფარდობა ამის და არაერთი სხვა პრობლემაც მათ შორის რაც არის რომ შეიძლება მდებარეობა აქვს ისეთი არაპოპულარული და არაპრესტიჟული ან არაუსაფრთხო თვითონ შეესაბამოა სურვილთან კი და ჩვენ როცა ეხა ქართულ მომხმარებელზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ მათ იაფი კი უნდათ მაგრამ თან კარგი უნდა იყოს და ეს ორი ერთად უკვე მოახლოებულ პერიოდზე შეუძლებელია ამიტომ ეხა მომხმარებელია ზოგადად ყოველთვის მეც ვფიქრობ რომ ჯგუფებში Facebook-ზე რომ იწერება ხოლმე ადამიანები რომ არჩევენ მათთვის სასურველ რეისებს, სასტუმროს ლოკაციებს ძალიან მაღალი სტანდარტები არის დაწესებული. ხო, არ გვაქვს თანხwebdriver-ში ჩვენი შესაძლებლობები ჩვენს მოთხოვნილებებთან. ანუ ეს მგონია ყველაზე დიდი პრობლემა, თორე პრეტენზიული სხვა ქვეყნის მოსახლეობაც არის, მაგრამ მათ იციან, მათი ჯიბე რას გაწუდება და მე უკმაყოფილებას იმ ჯიბიდან და იმ ფინანსებიდან გამომდინარე გამოხატავენ და არა ზოგადად. რომელი არის ყველაზე ლოგიკური ვადა, როცა უნდა დაიწყო დაგეგმა მათთვის, ვისაც აქვს ჯერ კიდევ შანსი, რომ თქვა სექტემბერში გადადოს ამ ტიპის. ეხლა მე რომ მკითხოთ, ჭკვიანი ადამიანი უნდა გეგმავდეს საშობაო ბაზრობებს, თუ მას ბიუჯეტურად უნდა სადღაც წასვლა, ჯერ კიდევ შესაძლებელი არის დაიჭიროს ისეთ ადარიგი, რომ 4 დღიან მოგზაურობაში წავიდეს 500, 600, 700 ლარად. რასაც რა თქმა უნდა რომ მოახლოვდება უკვე ორმაგი ფასი ექნება. თუმცა თუ მაინც ზღვის კურორტებზე გვექნება საუბარი, მეტნაკლებად სექტემბერი, ოქტომბრის დასაწყისი მაინც გარკვეულ ქვეყნებში და გარკვეულ ტერიტორიებზე არის სითბო და ჯერ კიდე შეიძლება ესეთი ძირითადად მაინც საქართველოსთვის არის კვიპროსი, რადგან პირდაპირ რეისები გვაქვს და წელს ეს ახალი ჩარტერი რაც დაინიშნა კრეტას მიმართულებით ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ადამიანებისთვის, ვისაც მობეზრებული აქვს ყოველ წელს თურქეთი და ანტალიის, ალანიის ტერიტორიები, ხო? და მათ შორის კრეტაზეც შეიძლება რაღაცეები ჯერ კიდე ნახონ. ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე სექტემბრის ბოლო, ოქტომბრის დასაწყის გულისხმობ. იმიტომ რომ აგვისტო თითქმის სოლდაუტზეა ყველაფერი. სად უფრო აირჩიეს დასვენება ამ ზაფხულს საქართველოსთან? მე ვიტყოდი რომ კრეტას ჰქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება იმ კუთხით რომ კიდევ მეორე იყო ახალი. სიახლე ქართულ მომხმარებელსაც და ყველა ადამიანსაც გვიყვარს მით უმეტეს მოგზაურობის მოყვარული უკვე მაგას ნიშნავს რომ სიახლის მოყვარულიც არის. ამიტომ წელს ვიტყოდი რომ ბევრად უფრო საინტერესო მიმართულება იყო და ბევრად უფრო მოთხოვნადი ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ. თუნდაც კვიპროსი ჩაანაცვლა იყო ხოლმე რომ გასულ წლებში რადგან თურქეთსა და კვიპროს შორის იყო ძირითადად არჩევანი ან საბერძნეთს იმ ტერიტორიებს შორის როგორც არის ჰალკიდიკი მაგალითად სალონიკიდან ფრენის შემთხვევაში კრეტამ ძალიან აჯობა იმიტომ რომ უფრო კომფორტულია. ჩარტერი როცა ინიშნება, თბილისიდან პირდაპირ ჩაფრინდები და ძალიან მარტივად ხარ უკვე შენ დასასვენებელ სასტუმროში და ეს უფრო დასვენებაა ვიდრე ჩავფრინდე მაგალითად ლარნაკაში, იქიდან 2 საათი ვერე ვიმგზავრო, მე სადღაც დავჩექინდე, მე ისე უკან ეს გზა გამოვიარო და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან პოპულარული იყო წელს. სად აღნიშნავდნენ ან დღესაც თქვა, საიდან უფრო იწერებიან დაბალ ფასებზე. მე რა თქმა უნდა გულისხმობ იმ მოგზაურობების შემთხვევაში, სადაც არ არის all inclusive და ადამიანმა შეიძლება რომ ხარჯოს ფული, ხო, წინასწარ არა აქვს ყველაფერი გადახდილი. ეს კითხვა კიდევ უფრო საინტერესოა იმის ფონზე, რომ ხედავთ ზოგადად გაძვირდა, ხო, ცხოვრებაც, პროდუქტიც ჩვენთან და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ არიან ქვეყნები, საიდანაც მე ვგრძნობ შეტყობინებებს, რომ აქ გაცილებით იაფია. გაიტანო თავი, იკვებო და ასე შემდეგ. რას გამოარჩევდით, როგორც ტუროპერატორი, უფრო დაკვირვებული თვალი? იცით როგორ არის ისეთ ქვეყნები, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ იქ ხარჯი ნაკლები გვაქვს. უკვე იქ ფრენა არის სხვა ფასი. ამიტომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მე ბალანსდება. რა გავაკეთო ახლა მე all inclusive წავიდე, თუ მე აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ აქედან ბილეთში გადავიხადო ძვირი და ანუ დიდ სხვებას არ გაძლევს. ამიტომ ამ შემთხვევაში ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, ვინც გამოცდილია, გადაწყვიტოს კომფორტულად წავიდეს და სადღაც პირდაპირ ჩაფრინდეს. თუ დისკომფორტი იყოს ეს მგზავრობა ჩასვლამდე და მე იქ იყოს ბიუჯეტური რა. რა ვიცი, ესეთი შემთხვევა მაგალითად შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, თუნდაც აიანაპა მიმართულება კვიპროსი, პროტარასი და კვიპროსის სანაპიროები. ძალიან პოპულარულია ბოლო დროს აზიის ქვეყნები, აღმოსავლეთი უფრო და უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს. ალბათ ეს იმანაც განაპირობა, რომ ევროპის ქვეყნები მოგზაურებმა, რომლებიც ხშირად დადიან, ძალიან
მალე ასათვისებელია, გულისხმობ, ხშირად არის ხოლმე ტურები, რომ ერთ ქვეყანაში წახვალ და ერთი ფრენით 3-4 ქვეყანას, ან ერთ ქვეყანაში 3-4 ქალაქს, მაგალითად, ეხა იტალიის ტურები ყველამ ვიცით, ხო, რომ ერთ ქალაქში, იტალიაში იშვიათად ვინმე წავიდეს, იმიტომ რომ როდესაც იხდი, ვთქვათ, ხარც გაწევ ფრენისთვის, ურჩევნია მომხმარებელს, რომ რამდენიმე ქალაქი ნახოს, მაგრამ აი რა სიტყვი აზიის მიმართულებით დაინტერესებაზე, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან დიდია მოთხოვნა, იგივე იქნება ინდონეზიაში კუნძულები თუ ტაილანდი თუ მოკლედ ეს აღმოსავლეთის სანაპიროები ძალიან პოპულარულია. კი, სხვათა შორის მე ვფიქრობ, იგი უფრო იმან განაპირობა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადასახლდა საცხოვრებლად იქით. გადასახლდნენ ძირითადად ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან სოცქსელებში და ბევრ ვიდეოებს წერენ, მათ შორის ვიღაცები კოუჩები არიან და რაღაცა ტრენინგებს ატარებენ და ასე შემდეგ და ეს რა თქმა უნდა ყოველთვის იწვევს ხოლმე, როცა ვიზუალური მასალა გაქვს, მე ინტერესს, როდესაც უყურებ, რომ აი ვიღაც წავიდა, გვიყვება რომ ნახე რა იაფია, რა კარგია. აი რა განაპირობა ქართველების ესე მასიურად წასვლა აღმოსავლეთის ქვეყნებში? რატომ ირჩევენ შენი აზრით? ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ესეთი სამსახური აქვთ, დისტანციურად იმუშაონ, მათთვის იქ ცხოვრება უფრო საინტერესო, უსაფრთხო. ეხა ხას უსაფრთხოებას, უფრო უსაფრთხოა და უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ძალიან თბილად გიღებენ ეს აზიური სტუმართმოყვარეობა კიდე ცოტა სხვანაირი სტუმართმოყვარეობა არის, მათთვის სხვანაირი პერსონა ხარ, როდესაც ესეთი ესე ვთქვათ, აღმოსავლური გარეგნობით ჩადიხარ, განსაკუთრებით ინდოეთში ვგრძნობ ხოლმე მაგას, რომ წამოსვლა არ მინდა და ყოველთვის ერთი სული მაქვს, როდის წავალ, ეხა აგვისტოში მივდივარ და აღარ მეგულება ქვეყანა, სადაც ისეთი ბედნიერი მივდივარ, როგორც ინდოეთში, იმიტომ რომ ადამიანური მომენტია, რომ თავს იქ გრძნობ მნიშვნელოვნად. იმიტომ რომ თვითონ მას მიძლით რომ ბედნიერი, ალბათ ეს კი ბატონო, მნიშვნელოვანი ფაქტორია თვითონ როგორ ხდებიან. ბედნიერია ინტერესებთან მიმართებით, აი იქ არის ყველაზე იაფი, ვთქვათ, კვება, სასტუმრო, ნუ ფრენა დისტანციიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ შედარებით ალბათ ძვირი. აი მაგაში არის განსხვავება ზუსტად, რომ რა გვინდა რა, თუ გვემეტება ფული იმისთვის, რომ ესე ფრენაში გადავიხადოთ და იქ მერე სხვა რაღაცებში აღარ გქონდეს ხარჯი, რაც ევროპაში მაგალითად დაუსრულებელია, ყოველდღიურად მინიმუმ 50-80 евро გჭირდება უბრალოდ საარსებო მინიმუმად და ამ 50-80 ევროს აზიურ ქვეყნებში შეიძლება 3-4 დღეს გაატანინო რა. ამიტომ ამ კუთხით განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის ძალიან პოპულარული, ჩემი დაკვირვებით. ეს საშუალო ასაკის ადამიანები ნაკლებად უნდობლობას აქვთ ეს ძველი ფიქრებიც, მაგალითად ინდოეთთან დაკავშირებით, ინდოეთი რო ესმით, ფიქრობენ რომ რავი, რაღაცა უბედურება უნდა დაგატყდეს თავს, რაც რა თქმა უნდა ესე არ არის და ეს უბრალოდ ეს დალექილი ცრუ და მწარი ინფორმაციებია. ტაილანდიც მათ შორის ბოლო პერიოდი ძალიან ისეთი პოპულარულია და რატომაც არა, ბევრი გართობაა, ბევრნაირი გართობაა. კვება ჯანსაღი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხა იქ ჩასულს ერთ-ერთი რა მოსწონს, რომ ნამდვილად კარგ პროდუქტს მიირთმევს, განსხვავებით ჩვენგან, რო არ ვიცით რას მივირთმევთ, ხო? ამიტომ უნდობლობა აქვთ ხოლმე მაინც ადამიანი, რომელიც საქართველოსდან არის და მეტნაკლებად ვიცით, ხო, ჩვენი მიჯაჭულობა როგორია საკუთარი სამზარეულოს მიმართ და აზიური ძალიან განსხვავდება ყველასგან და მათ შორის ჩვენგანაც საწყის ეტაპზე უნდობლობაც არის, ხო? აი რა უნდა ვიკვებოთ იქ. რა არის ყველაზე უსაფრთხო ჩვენთვის? ერთი ვიცი რომ ხილი არის ძალიან იაფი, ეს ლოგიკურიცაა და ხილი ზღვის პროდუქტები, რაც მე მაგალითად ძალიან მიყვარს და რა ვიცი, ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, რომელსაც არ უყვარს. უბრალოდ მანდ ის პრობლემა შემოდის ხოლმე, რომ აზიური სანელებლები მაინც სხვანაირი სანელებლებია, აი როგორადაც არ უნდა აუხსნა ინდუელს, რომ ცხარი არ იყოს, რომ უკვეთავ კერძს. მისთვის არაცხარიც კი შენთვის ძალიან ცხარია. ამიტომ ეს კუჭს თავიდან ძალიან უჭირს შეეგუოს ორგანიზმი აიმდენ წიწაკას, აიმდენ რაღაცა სპეციფიურ სუნებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროის საკითხი და მე ჩემი დაკვირვებით ვინც წასულა, ყველას დარჩენა მოსდომებია და ვიღაცები მართლა დარჩენილან და იმდენად მეტი ადამიანია დარჩენილი ვიდრე უკან წამოსული, რომ მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ხო არ გადავცხოვრდი. რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულება აღმოსავლეთით, რადგან ამ მიმართულებაზე ვსაუბრობ. ტაილანდი და ბანგკოკია ყველაზე ისეთი გაყიდვადი მიმართულება, იმიტომ რომ შედარებით იაფი გვიჯდება ფრენებიც. ჩვეულებრივთან შედარებით. შრი-ლანკა იყო ერთი პერიოდი ძალიან პოპულარული, შემდეგ იქ რაღაცა მთავრობები შეიცვალა, რაღაცები გადალაგდა, გადაიწყო, ფული უფრო ფასი შეეძინა მათ ფულს და ამიტომ შრი-ლანკამ ცოტა ქართულ მომხმარებლებში პოპულარობა დაკარგა. ფასიდან გამომდინარე. სხვა მხრივ მე მგონია, რომ ტაილანდს ვერავინ ვერ ჯოკრის ამ ეტაპზე. ნომერ პირველია.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა დაახლოებით აი ევროპასთან შედარებით მაყურებელმა აი ევროპასთან შედარებით როგორი ბიუჯეტი შეიძლება დაჭირდეს აზიაში მოგზაურობას. ეხლა ამას მგონი იმიტომ ლაპარაკობ აზიაზე, რომ მე ძალიან მაინტერესებს, საერთოდ არ ვიცი ეს მხარე და მაქვს აი სულ ფიქრობ, რომ რაღაცნაირად მზად უნდა იყოს ადამიანი იქ რომ წავიდეს. ალბათ სხვა მენტალური მდგომარეობაც გჭირდება, სხვანაირი დასვენება უნდა მოგწონდეს. ხო ჩვენ მიშვეული ვართ უფრო სხვა სერვისს, რასაც ვიღებთ ევროპაში და რაც მოგწონს ყველაზე მეტად და ამ სერვისს მივიღებთ აღმოსავლეთშიც თუ იქ სხვა რამეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. აი სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს მგზავრებს, რომ აი ძალიან მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ თუ ვენეციაში რომ მომყვებიან და მეუბნებიან რომ რაღაცა კომფორტი უნდათ. თუ არ ხარ მზად იმისთვის რომ ლაგუნის სუნ შეეგუო და თუ ელოდები რომ შენ იქ ევრორემონტი დაგხვდება, მაშინ ძალიან დიდი იმედგაცრუება გექნება. ასეა აზიაშიც, ანუ ევროპაშიც არ არის ისე, რომ მაგალითად ყველა ქვეყანა და ყველა ქალაქი ერთ და იგივე კომფორტს გვთავაზობს რა. მაგალითად იტალიაში, სამხრეთში აბსოლუტურად სხვა სიტუაცია, ჩრდილოეთში სრულიად სხვა სიტუაცია არის. აზიაც ესე არის, რომ ზოგადად მე მგონია, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად მზად, ან ნახეთ როგორ არის ჩვენ ქართველებს, ჩემი დაკვირვებით გვაქვს ეს საკუთარ თავის მნიშვნელოვნების პრობლემა. გგონია, რომ ყველა ვისაც ფულს ვუხდით, მათთვის უნდა ვიყოთ რაღაცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვნები და სინამდვილეში როცა მე ეს არ ვაწყდებით ამას და ამის გავს უკავშირს არ ვიღებთ, დიდი იმედგაცრუება გვაქვს ხოლმე და აზიაშიც ზირთად ეხდება. გონიათ რომ ფული გადავიხადე, ეხლა აწი მთელი ტაილანდი მე უნდა მემსახუროს და ეს შეხვედრის სიხარულია და მგონი უკავშირი ჭირდება, თორე ესე არ დაგვაცდის. კი, ამიტომ თუ ადამიანი საკუთარ ეგოს სახლში დატოვებს, მგონია რომ შეუძლებელია ვერ ისიამოვნოს აზიური ქვეყნებით რა. უბრალოდ ეს უნდა ვიცოდეთ რომ მივდივართ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურად სხვა რელიგიაა, სხვა კულტურაა, სხვა კლიმატია. როცა აზიაში ჩავფრინდები ხოლმე ეს პირველი რაც არის აეროპორტიდან რომ გამოდიხარ და ეს ტროპიკული ჰაერი რომ გიბერავს, ამისთვის მზად უნდა იყო რომ შენ იქ ის არ დაგხვდება, რასაც ევროპაში ხარ მიჩვეული საკუთარ ქვეყანაში. ეს იმის გამო ყურადღება რომ არ მიექცე. მე გაგახვდი. ჩემთან ერთად უნდა. რაღაცა არ არის კმაყოფილი. გასეირნები. პირიქით, როგორც ჩას, მე ხა უყურებ ნინო აფციაურს ჩვენს თანამშრომელს, რომელიც მართლა როგორც თან მიეჩვია და კიდე უნდა რომ წაიყვანოს, ახლა ყურადღება გადაიტანა ორზე, იქითაც უნდა. პირიქით, ძალიან კარგად დაღალა, როგორც ჩემთანაც. ნინო, მაგრამ კიდე უნდა. პატრონთან ენა გადმოგდებული. დასაყვარელია. ყველაზე დიდხანს რამდენი ხანი დაგიტოვებია მარტო, იმიტომ რომ ტურებიდან გამომდინარე ხშირად გიწევს, რომ არის სხვათა შორის თელი ჩემი ცხოვრება გადავაწყე ამ და ამ არსებაზე, იმიტომ რომ დიდ ტურებში აღარ დავდივარ. ვცდილობ რომ ჩემი ტურები იყოს 5-6 დღიანი და მაგაზე დიდში წელიწადში მაქსიმუმ ერთხელ ორჯერ მივდივარ. შესაბამისად ესე მიწევს ხოლმე ერთი კვირით დატოვება და მე რო ბრუნდები. საყვარელია. და ეს საოცარი სახით არის ხოლმე რომ გამოვაგავრებ ბორბლებიან ჩემოდანს, ხო ცნობს ახლა ეს უკვე ნიშნავს მისთვის იმას რომ ცოტა ხანი ვტოვებ და საოცარი დეპრესია აქვს ხოლმე პირველი დღე. დეპრესიას როგორ გამოხატავს კიდე უფრო სევდიანი თვალებით არ ინძრევა, ეხლა ხო ხედავ როგორი აქტიურია და ამის დეპრესია არის რომ დაჯდება და არ ინძრევა. ეგდება. ამოდიოთ. არა და პირველად არ არის. წესით უნდა იცოდეს როგორ უნდა მოიქცეს. რა ჩვენს გადასვლაში ეთერში, მაგრამ არის უსაყვარლესი. ყოჩ, ეს გაწვა. ყოჩ, ცოტა ხანი დაისვენე. ხო, იცი ასევე მინდა კითხოთ, აი თვითონ დაგეგმო თუ ტუროპერატორს მიენდო, იცი ამ კითხვას როცა ტუროპერატორის ფლობელს ვეკითხები, კიდევ უფრო საინტერესოა ჩემთვის აზრი და გეტყვი ხარ რატომ. იმიტომ რომ მაგალითად წელს შეიძლება შარშანაც, მაგრამ რაც ჩემამდე ინფორმაცია მოვიდა, ვინც თურქეთის მიმართულებით ირჩევდა დასასვენებლად წასვლას, ყველამ აღმოაჩინა, რომ ისე იგი ჯობია ტუროპერატორისგან დაგეგმო ეს, იმიტომ რომ რაღაცა უფრო კარგ ფასებს გთავაზობენ, ვიდრე შენ თვითონ რომ მოძებნო და შენ თვითონ რომ გახვიდე პირდაპირ კონტაქტზე, ხო? 100-ია თუ არა თურქეთის მიმართულებებზე მართლა ესე გამოყვეთ. ხო, აი, მოდი ყველას დავამახსოვროთ ერთი სიტყვა, რომ გააჩნია. გააჩნია სად მივდივართ, გააჩნია რამდენი ხნით ადრე და გააჩნია გასე როგორ გვაცნის წავიყვანთ მე მგონი არ გამოდის. წამო.
წამოდი. ეხლა მივხვდი რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ძაღლი იწონის 2 კილოგრამს და 30 გრამს. არა უშავს. შეგიძლია აიყვანო და გავიდეს დავედის კიდე. კარგი, აი ამ კითხვაზეც გვიპასუხე და დორის ხო, გააჩნია თუ შეკრულ პაკეტებზე ვსაუბრობთ და ეს უნდა დავიმახსოვროთ, რომ არის მიმართულებები, რომელიც შეკრულად იყიდება, ჩარტერული რეისებია და არის პაკეტები, რომელსაც ჩვენ თვითონაც ტურისტულს რომ მოგმართავთ თქვენ, მაგალითად, ხელით უნდა აგიწყოთ, ხელით აწყობა ნიშნავს იმას, ცალკე ვიყიდოთ ავიაბილეთი, ცალკე სასტუმრო, ცალკე დაზღვევა და საბოლოო ჯამში ერთ პაკეტად ვაქციოთ. თუ ჩარტერია, ის უკვე შეკრულია ტუროპერატორის მიერ, ტუროპერატორი კიდე სხვა ბიზნესი და სხვა, ესე ვთქვათ, ორგანიზაცია არის და ტუროპერატორს ვერც ჩვენ და ვერც ცალკეული პირი კონკურენციას ვერ გაუწევს, იმიტომ რომ ის დიდი ხნით ადრე ბლოკადგილებს ყიდულობს და იმ ბლოკადგილების ფასი აბსოლუტურად სხვა არის და ფიზიკურად ვერ დავსვავთ, მეც რომ მომმართავენ და მეუბნებიან, რომ იგივე ამიწყე, ვერ დავსვავთ იგივე ფასს და თუ ფასი მნიშვნელოვანია, მაშინ ის არის საუკეთესო გზა. ამიტომ როგორც არის თურქეთი, ისა საბერძნეთის ეს მიმართულება ახალი, როგორც არის ეგვიპტე, ანუ ეს შეკრული რაც არის all inclusive პაკეტები, აუცილებლად ტურისტულ კომპანიაში ტუროპერატორით. ხო, თუმცა ევროპაში მოგზაურობა ის იქნება 3 დღე თუ 5 დღე, შეგვიძლია რომ ბიუჯეტურად თვითონაც დავგეგმოთ. შესაძლებელია, თუმცა ეხა ერთ ამბავს ვიტყვი თუ შეიძლება, ბოლო პერიოდი ძალიან კარგი სერვისი არის ესეთი საბანკო, Silk Bank-ის მერე პროდუქტი, რომელიც პარტნიორებიც გავხდით ჩვენ და ადამიანს 500 ლარიანი მოგზაურობაც კი შეუძლია 6 თვეზე გადაინაწილოს, ისე რომ ამაში არც ერთ თეთრს არ იხდის და მგონია რომ ნებისმიერი იმ მაყურებლისთვის, რომლისთვისაც ფასი მნიშვნელოვანია და შესაძლებელია ამ მომენტში კი აქვს ეს 500 ლარი, მაგრამ მე ფიქრობს იმაზე, რომ იქაც ხო ჭირდება მოგზაურობის პერიოდში და ამ დროს ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ამ ბარათით გადაინაწილოს 6 თვეზე, იმოგზაუროს, მოიაროს ისი ამოვნოს და ნელ-ნელა გადაიხადოს და ის თანხარაც განსაზღვრული ქონდა ერთიანად გადახდისთვის, იქ გამოიყენოს კარგი ცხოვრებისთვის და სერვისის მისაღებად. რაც შეეხება ახლა ინდივიდუალური ტურები, ჩვენი დავგეგმოთ თუ ტურისტულ კომპანიაში, თუ ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არის ის, რომ ვრჩებით აპარტამენტში ან ჰოსტელში, მაშინ ჩვენით დაგეგმვა ცალსახად ჯობია. მაგრამ თუ პრეტენზია გვაქვს, რომ კომფორტი უნდა იყოს, 3 ვარსკვლავიანი, 4 ვარსკვლავიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა იყოს, ნებისმიერ იმ პლატფორმას, რომელზეც თქვენ სასტუმროს ყიდულობთ, ის უფასო არ არის. სასტუმრო მასაც იგივენაირად უხდის საკომისიოს თქვენამდე რომ მოვიდეს, როგორც ჩვენ ტურისტულ კომპანიას. ამიტომ მე ცოტა პატრიოტულ ჭრილშიც მივდივარ ხოლმე აქეთ, ეხლა მაგალითად იმედი რამის არ დავაშავებ, რომ კონკრეტული კომპანია და პლატფორმა თქვა Booking.com-ზე, როდესაც ვჯავშნით, Booking.com-ს 15-დან 20%-ამდე აქვს საკომისიო. ქართულ ტურისტულ კომპანიას აქვს მაქსიმუმ როგორც წესი 10%. ანუ ისედაც ქართულში უფრო იაფია და მეორე მხრივ რაჯობია რომ წავიდეს ეს ჩვენი ფული სადღაც საზღვარგარეთ, ისედაც ესეთი გაჭირვებული ქვეყანა ვართ, თუ დატოვო საქართველოში, ისევ ქართველთან, ქართულ ბიზნესში, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ჯობია ერთი და იგივე ფასიც რო იყოს და ტურისტულმა კომპანიამ ვერ მოგცეს განსხვავება Booking.com-თან შედარებით, მე ვფიქრობ, რომ ეს პატრიოტული მოტივები, რაც არის, რომ შენი ფული, რომელიც ამ ქვეყანაში გამოიმუშავე, შენს ქვეყანაშივე რაც შეიძლება დატოვო, ეხლა მთლიანად ვერ დატოვებ, იმიტომ რომ გამყვანი ტურიზმი უკვე მაგას ნიშნავს, რომ შენი დოვლათი სხვა ქვეყანაში გაქვს, მაგრამ თუნდაც ის 10%, რომ შეიძლება აქ დარჩეს ან 5 ან 8, მე მგონი რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ შიდა ტურიზმზე, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა ქვეყნის შიგნითაც იმოგზაურონ და არაერთი პროექტის პრეზენტაციაც ყოფილა ჩვენს ეთერში ზუსტად ამ თემაზე და ვიცი რომ სოფო შენს აქტიურად ამის პოპულარიზაციას ეწევი, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება რა შემიძლია და მე მოახერხონ ჯერ საკუთარი ქვეყნის შეცნობა თუ ჯერ არა პარალელურ რეჟიმში მაინც. ეგ მგონია ძალიან მნიშვნელოვანი მაგ დროს, როდესაც შენს ქვეყანას კარგად იცნობ, უფრო ობიექტურადაც აფასებს სხვა ქვეყანას, რაც ნახე. მე ძალიან ხშირად მესმის ხოლმე შვეიცარიის მთებში მყავს მგზავრი და მეუბნება საქართველოს უფრო ლამაზიაო და შრები ხოლმე ეხა და ანუ ეხა უმაღლეს მწვერვალებს რო უყურებ და ადარებ, ანუ ხომ უნდა კონდეს რაღაცა იგივე, რასაც შეადარებ ამ შემთხვევაში, ხო? ამიტომ ეს რო შენი ქვეყანა კარგად იცი, უფრო ობიექტურად აფასებ რა ნახე და უფრო ობიექტურად იაზრებ და შენი ქვეყნის სიყვარულიც უფრო ობიექტური გაქვს, უფრო როგორ ვთქვა, უფრო აზრიანად გიყვარს ის შენი ქვეყანა, რაც ნახე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ძალიან პრობლემურია შიდა ტურიზმი. ერთი, იმიტომ რომ სატრანსპორტო ქსელი არა გვაქვს ნორმალურად გამართული და გინდა არ გინდა სადღაც რო წახვიდე, ამისთვის აუცილებლად შენი მანქანა უნდა გყავდეს.
როგორც მაგალითად ევროპელს შეუძლია თუნდაც ავსტრიიდან მოხდეს რომელიმე ვენიდან მოხდეს რომელიმე შიდა თავის ნებისმიერ ქალაქში 1 საათში საათნახევარში ან შვეიცარიელს საქართველოში ეგ კომფორტი უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს და დაკავშირებულია ძალიან დიდ ხარჯებთან. ერთი თვის წინ ვიყავი ჯავახეთში, 3 წლით გადავედი და ჯავახეთში დავასრულე. ჩემი აზრით საუცხოო მოგზაურობა იყო. ძალიან ცოტა ადგილი მეგულება ჩვენს სამეზობლოში ისეთი სანახაობრივი და ისეთი საინტერესო, როგორიც ეს წრე არის, წახვიდე ნინოწმინდით და ჩამოხვიდე მე ესე ვთქვათ ახალქალაქი და ჯავახეთით დაბრუნდა თბილისში. აი ეს წრე გააკეთო, არის ულამაზესი სანახაობა. უბრალოდ პრობლემა რა არის? მიდიხარ და გზის პრობლემაა, წესი არ ვერ გაივრი ნინოწმინდა ახალქალაქის სოფლებში და ქალაქებში, საშინელი გზებია. მე არის ის, რომ სასტუმროს ვერ ნახულობ, იქ ეთნიკურად უმცირესობებია და მათთვის აი ეს დაანახო ტურიზმი მეტნაკლებად პერსპექტიულია და მომავალში შეიძლება რაღაცა დღეს თუ ბიზნესს დაიწყებ, მნიშვნელოვანი სარგებელი ნახო, აი ეს კარგად მათთვის ხილული და დანახვადი არ არის, ამიტომ თითქმის არ არსებობს კარგი სასტუმროები. არის რაღაც ობიექტები, მაგრამ მაგალითად ჩემთვის არ არის მისაღები იქ ღამის თევა, ხო? და შიდა ტურიზმი რო განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონცენტრირება არ იყოს მხოლოდ ერთ რა ვიცი, ერთ თელავზე, ერთ მესტიაზე, ერთ ყაზბეგზე, ან ერთ ბათუმზე და მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ეს ტურისტისთვის რა არის სადღაც მნიშვნელოვანი რომ მიდის, რომ საინტერესო იყოს რა, მარტო ახალქალაქში ჩავედი და ნახე და უკან წამოვედი, არა, კიდე მინდა რაღაცები, იმიტომ რომ იქ ბევრი სანახავია და 3 დღით რომ მიდიხარ ძალიან საინტერესოა. მადლობა, დიდი მადლობა. სოფო დარწმუნებულია რომ თქვენი რჩევები ჩვენი მაყურებლისთვის იყო მნიშვნელოვანი და ახლა დროა მგონი რომ საშობაო მოგზაურობა დაგეგმონ. მათთვისაც უნდათ რომ ბიუჯეტურად იმოგზაურონ და ვინც ზაფხულში დასვენება ვერ მოსწრონ, მაინც არსებობს ალბათ რაღაც შანსები, რაც უნდა გამოიყენონ. სოფო დარბაიძე გვიზიარებდა რჩევებს და რეკომენდაციებს მოგზაურობასთან დაკავშირებით. დაგემშვიდობები. მადლობა.